მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ირაკლისთანა ვარ სტუმრად, მაქვს კარგი სიახლე, სასიამოვნო სიახლე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენთვისაც ეს იქნება კარგი ინფორმაცია. ადრე ვთქვი, ხსნი იარაღის მაღაზიას თქო. უფრო ალბათ სანადირო მაღაზიას, იმიტომ რომ იარაღის მაღაზიაში ალბათ ბევრი იარაღი უნდა იყოს, ფრედი. ხო, იარაღი სათქარჭირდება კი. ხო, და ეხლა ამ ეტაპზე ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ ღირს საერთოდ ამ იარაღების შემოტანა თუ არა. ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. როგორ ფილოსოფიურად მოვდაკე საკითხს, ჯერ იარაღს ნახულობ, შემოვიტანო თუ არა, ხო, პასუხისმგებლობა რამ ხელება ხედა, მე იქ გაკება ხლა ამ შემთხვევაში. შემოგეუბნება. ჩემო მხარებელს რა დახვდება რომ შემოვა ჩემოვაზიაში. ეს კაი დამოკიდებულებაა, თუნდაც შორის ისე პირმოთხილებით არ გელაპარაკე, ალალად გეუბნები, რა. შემოგეუბნება. მე შეგრევის ოთხ შორის რა. ცუდი შემოტანა ჯობია რომ საერთოდ შემოიტანო. ხო, მეც ესე წარმომიდგენია რა, ცუდი შემოტანას ნახდა ჯობია რომ მართლა ხელი არ მოკიდო არ შემოიტანო. რაღაცა ახლით მინდა რომ ასე ვთქვათ შემოვიდე ბაზარზე. და მეც ასე ვიტყვი, ჩვენ იმდენი ხალხი გვიძნობს და ესეთი რეპუტაცია გვაქვს, ამ რეპუტაციას გაფრთხილება ჭირდება რა. ნამდვილად. ხო. ეხლა მოდი მითხარი, ღირს თუ არა ამ იარაღების შემოტანა. უნდა გავხსნათ და ვნახოთ ასე პირად რა გითხრა. წინა ჯერზე, როდესაც ამ ქარხანამ გამოგვიგზავნა იარაღები იმისთვის, კი ბატონო, იმისთვის რომ დაგვეტესტა, მაშინ იყო რიგი საკითხები, რომლებიც ირაკლიმ დაახარვეზა, ასე რომ თქვა და თქვა, რომ ასეთი რამ მიუღებელია ჩვენი ქართველი მონადირეებისთვისო. მას მერე ჰქონდა ძალიან ბევრი მიწერ-მოწერა, რეკომენდაციები ამ ქარხანასთან, ასე რომ თქვა, ხო და დაიხვეწნენ და გვითხრეს, რომ ეხლა უკვე გამოვასწორეთო და აბა ნახეთო, სპეციალურად თქვენთვის არის შექმნილიო. თუ ეს ყველაფერი ისე წავიდა როგორც ჩვენ გგონია, შესაძლოა ექსკლუზიური შემომტანებიც აღმოჩნდეთ ამ იარაღების. ვიზუალური დათვალიერებით პირველ რიგში რას ხედავ კარგს, ცუდს, მიუღებელს, მისაღებს. ორივე ვნახოთ და ერთმანეთთან შედარება გავაკეთოთ ჩემო მარლენი. პირველი რაც არ მომეწონა, იქნებ დავიწყო ნელ-ნელა. კი, არ მომეწონათი დაიწყო. არ მომეწონათი ვიატყვი, რომ შეფუთო არ მომეწონა იარაღების, არ არის მაინც და მაინც ცელოფანში არ უნდა იყოს რა. ამის რაღაცაში უნდა იყოს. აი ეს ახლა აი ასე დავხვდა რულა. დიახ. თითქოს ვიღაცა ნაჩქარევად შეაგდეოდა. სამოიღო, მაგრამ ამას ეშველება კაცო, ეს არ არის პრობლემა. ანუ შენ იმას იძახი, რომ ტრანსპორტირებისთვის ისურვებდი ალბათ უფრო იბებს, ხო? აი რო ვაწკაპუნებთ ხომ ესე თითებით. კი ბატონო, იმიტომ რომ მე უკეთეს დაცვას განაპირობებს ეგ ვარიანტი, ეგ დაცვის ეგ ვარიანტი ხვდები? უკეთესად დაცულია და გარდა მაგისა, გახსნი ახლა მომხმარებლის თვალით რო შეხედო, გახსნი იარაღს და უფრო კარგად არის შეფუთული და სხვანაირი ემოცია გეუფლება, სხვანაირი დამოკიდებულება გაქვს. მოკლედ, ერთი ეს არის პლასტიკის კონდახზე და ლულაც აქა გვაქვს და ამის მოდელი რო გავაჟღეროთ ეს არის Iron A17. Iron A17-ია ეგა? A17-ია ეს პლასტიკის კონდახით, რომელიც არის. თვითონ პლასმასის დამუშავებაზე შეგიძლია რამე თქვა? ხო, ნუ ისა ნორმალურია. რა ფასი რა იქნება ჯერის მითხარი ამ იარაღებს? ამ იარაღების ფასი გამოდის 1500-1600 ლარის სადღაც საშუალოდ, რა ჩვენ ბაზარზე როცა შემოვა უკვე. აი მაგ ფასით კატეგორიაში ეს კონდახი დასაშვებია კი. უფრო ძვირო ღირდეს ვიტყოდი რომ უგედესი ჯობია. ხო. ეს ახლა არ არის მაღალი დონის დამუშავებული, მაგრამ გამძლე იქნება, იმიტომ რომ პლასტიკის საკმაოდ მყარია, მსუბუქია, მინიმალისტური ჩართულობები და ესენი არა აქვს რაღაც სასწაული, მაგრამ პლასმასის შეერთების ადგილები რამე უხეშად ხო არა, ძალიან ზუსტად, ძალიან რამაზად აი დააკვირდი, როგორ კარგად მიდის მიყვება. ფაქტობრივად იდეალურად ზის. იდეალურად ზის. ალუმინის კორპუსი აქვს, დაფარო არ აქვს, მაგრამ ნახე როგორი ფაქტურით არის, ნახე, მანქანური გრავირებაა.
მაგრამ გადატვირთული არ არის და გახსოვს იმ მოდელზე აქვს უქროს პლატფორმა ქონდა წინა მოდელზე მოგვეწოდა. კი, ქართულ იმაში არზის ეგ რო რაღაცა ესეთი ეს არის უფრო სადაა, უფრო ესეთი ჩემთვის უფრო მისაღებია, ბევრად მისაღებია ესეთ ნახე, რაღაც უფრო ფაქტურა მიყვება. დიახ. ეს დახატულია თუ რა არის? ეს დამუშავების ტექნოლოგია თვითონ ამით დამუშავებია, რომ ასეთი ნახოთი ეს არ იფხეკება და არ ცილდება რა, ანუ ნაჭედევითა მოკლედ რა. და ეს ფიგურულად ასეთი. ეს ვიზუალური გაფორმებაა, მორთულობაა მარტო და მაგრამ შავ ფონზე უყურე, შავი კონდახი და თეთრი გალაპოტი რაღაცნაირად კონტრასტულად კარგად გამოიყურება მე მომწონს. კი, საინტერესო ვიზუალი აქვს ჩემი აზრითაც და ძალიან მომწონს სხვათა შორის ეს ჩარტვებიც. ღრმა ნასაჭკა აქვს და უკაცრავად ნაჭდევი აქვს და დასვრის შემთხვევაში ადვილად გაიწმინდება რა. პლასტიკი ზოგადად ამტანია, სოლიდური გაზგაწმინდა არაფერი არ მოძის ამას საერთოდ. არაძვირფას ტოფებზე პლასტიკი მირჩევნია ყოველთვის, იმიტომ რომ მოსავლელად ადვილია და ძალიან ბევრ დატვირთვას უძლებს. გაცილებით ბევრ დატვირთვას უძლებს ვიდრე ხე, ხეს უფრო მაინც მოვლა ჭირდება ის ნაკაცრი, ნაჭდევი, მირტყმული ჩაჟეჟილობა, ამას არ აწუხებს ეგ რა. პიჩზე შეგიძლია რამე. პიჩი შეიძლება და უფრო სკელი და რბილი ყოფილიყო ამ შემთხვევაში პიჩი მარტო იმიტომ ყეთია რომ პიჩი იყოს და რეზინის იყოს, მაგრამ მყარია რა, ხაზეც კარგად ჯდება. მაგრამ ეს ახლა ვგითხრა ცუდია და არ ვარგადა და დასაგდებია და რაღაცა, მოსაც ვერ იტყვით. გასაგებია. მაგრამ ისურვებდი უფრო უკეთესი ყოფილიყო. გემოვნებაზე არ გამოთქვი, ხო ხტები, მაგრამ აი ასეთ ფიგურას დამოჭერს ამის გართულებას. მერჩია რომ სწორი კით ყოფილიყო და უფრო რბილი პიჩი ქონდა ამას. და გეტყვი რატო? ძალიან ხშირად მოდიან ხოლმე ჩემთან და ხდება გვიწევს ხოლმე კონდახის მორგება მომხმარებელს. ჩემთან მოდიან ხოლმე და ხდება კონდახის მოჭერა და დამოკლება რა. რამდენიმე შემთხვევაში ვერ ამ შემთხვევაში ეს პრობლემურია რა, ასეთ ფორმას ხო, მივხვდი რაზეც ალაპარაკი, კი ბატონო. ხელში წვრილი ყელი აქვს, კონდახს კარგად ჯდება ხელში, ძალიან ისეთი კომფორტულია. ტიპშიც ვიწრო და კარგად მორგებადია. მიუხედავად იმისა, რომ არ არის მაღალი ხარისხის პლასტიკი, როგორც ვართ მიჩვეულები, მაგალითად ძვირადღირებულ თოფებზე რო ახლა მორეზინებული ან უფრო სხვა ხარისხის პლასტიკით, მაგრამ პლასტიკია რა და ამ ფასში სრული უფლება აქვს, რომ ამ კონდახმა დამტვირთმა იარსებობს მოკლედ ასეთ თოფებზე რა. მოდის ვანახოთ რა მოყვება ამ თოფს კიდე. მოყვება ორი ჩოკური შევიწროება. ეს გვაქვს ჩოკი, ერთი სრული ჩოკი და ეს არის 1 2 3 4 ეს არის ცილინდრი და ზედა ყენი ალბათ ნახევარჩოკი. კი ბატონო, აი სამჭრილიანი აყენია ნახევარჩოკი. ანუ კომპლექტაციაში მოდის ჩოკი, ცილინდრი და ნახევარჩოკი სრულიად საკმარისია მე თუ მგითხარ რა. სრულიად საკმარისია თუ ვინმე აი ესეთი რაღაც უფრო პროფესიონალური ნაბერობებით არ არის დაკავებული ან ტესტირები. ეს ჩოკები სანადიროდ საკმარისია. მე მეცაც გეტყვი, მე ერთი ნახევარჩოკი მაქვს და ცილინდრი და იდეალურად ხმარობს მოკლედ აი ამ შევიწროებას. რაც შეეხება ჩოკურ შევიწროებას. ეს თოფი ეთყობა ნასროლია ქარხანაში და მე გამოწვიდავი დატოვეს, იმიტომ რომ ჩოკზე ემჩნევა ნასროლის კვალი. ეს ქარხანაში ტესტირების ჩვეულებრივი აპრობებლებია და რაც არ მომწონს ამ შემთხვევაში არის ის, რომ არ ვიცი როგორ გამოჩნდება კადრში და აკვირდი გასვრილი როგორ ნასროლი აქვს მაგ ჩოკს და ანუ თანაბრად არ არის გასვლილი, ხვდები? საფანტმა გაიარა შეგინდა სადღაცა მოედო. საფანტის სადღაც არ მოედო. შეიძლება თუ არა იყოს მაგალითად უხარისხო ვაზნა, რომელიც ვერ გაიშალა ნორმალურად. კი ბატონო. როცა ქარხანაში ხდება იარაღის ტესტირება და შემდეგ ეს იარაღი იგზავნება შემკვეთთან, გასროლა ხო აუცილებლად უნდა მოხდეს და გარდა ამისა, ლულა იწმინდება, იზეთება საკონსერვაციო ზეთით. ილუქება ყოჩი და იგზავნება ის. ეს არის დაუწერელი კანონი. ანუ ეს რო გარდა იმისა, რომ უნდა იყოს გასროლილი, ეს აუცილებლად იცვლიან ამ ტოპს გასროლას ახდენენ ქარხანაში. ტესტირებს ხო მექანიზმი როგორ მუშაობს, ლულამ გაუძლოთ თუ არა, ლულაგეც აგერ ტესტირებას გადის. მაგრამ გასროლის შემდეგ აუცილებლად იწმინდება, შეიძლება იდეალურად არ გაიწმინდეს, მაგრამ აი ასე არ უნდა გამოვატანო. და იზეთება საკონსერვაციო ზეთით. ვიცი რომ ეს ფას მატებს, იმიტომ რომ ამას ცალკე მუშა ხელი ჭირდება, რომ გაიწმინდოს, მერე დაიზეთოს და დაილუქოს და შეიფუთოს. მაგრამ წესი არის წესი, ხო? გასაგებია. გასვიზამთ. გასაგებია. ხო, აი ესენი არ არის ნასროლი, აგერ ნახავარ პრიალა და გაუდის ლიპლიპი, ხო?
აი შეხედეთ, დააკვირდი. ჩოკების დამზადების ხარისხს შეეხება გარეგნულად, გარედან იდეალურად არის ეტყობა, რომ ნაჩარხი ჩოკური შევიწროებებია და არა და ჩამოპრესილი, ანუ ორნაირად ხდება ხოლმე ეს ან მოჩარხვა ხდება გარედან ფრეზით. ან მეორე ეს არის დიდი წნევის ქვეშ დაწნეხვა და ფორმის მიცემა. ხო, გეთანხმები რომ შეიძლება ვაზნის ბრალის იყოს. მე იმას არ გამოვიწყებ, იმიტომ რომ მე არ ვიცი რა ვაზნა ის როლეში და ხარისხის როლეში. კაცმა არ იცის ხო? თუმცა რაც არის ფაქტით ვლაპარაკობ და მე რომ მოვახდენ ჩვენ ვაზნი გასულას, მე იქ დავაკვირდით და დანარჩენი ვერ ვნახოთ. ანუ ჩვენ ამ თოთიდან ესე იგი ტესტიც უნდა ჩავატაროთ ყველა ვარიანტში. ხო, ნახოთ რეალური ამის შესაძლებლობა. მე ხო იცი როგორი ტიპი ვარ, მე თუ ბოლომდე ჩემი არ ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები ყველანაირად რაღაც დასკვნის გაკეთებას ვერიდები ხოლმე და ხშირად მირეკავენ და სურათებს მიგზავნიან რომ აი ეს ტოფი ვარგა, აი ეს ტოფი ვიყიდო და სურათით ეგრე არ ხდება რა, ვერ ფიზიკურ. ან შემიფასე რა ეღირება. სურათით ძალიან ძნელია იარაღის ფასის დადგენა და იმის დადგენა ვარგა თუ არ ვარგა ის ტოფი მოკლედ რა. იმიტომ რომ ეგ არასერიოზული დამოკიდებულება საკითხის მიმართ და სურათი როგორ უნდა გავიუხლებ ეს ტოფი. რაღაცა რჩევა შეიძლება მივცე. ახლა ამოწევ ჩოკისა და ლულის კედლების შეერთების ადგილს და მინდა გითხრა რომ ამ შემთხვევაშიც ამ ლულამ გაიარა თუ გამოჩნდება არ ვიცი რა სინათლე უნდა იქიდან და ღიადო მარტო ლულა მოიგო გავიხედო თუ დავინახეთ რამე ხედავ შეერთების ადგილი ხო სწორად თქო დაიკავა რომ ბლიკები არ ქონდეს საკეთე ცადე მგონი კანტერ თანაბართან დასრულია რთულია ამის გაკეთება GoPro-თი და ხელით და ნუ სიტყვაზე თუ გენდობიან კარგად ის ჩოკი რა არ არის და დააკვირდი ახლა მეორე ვარიანტი ლულის კედლების სისქე თანაბარია ხედავ დააკვირდი ორი ყველა მხრიდან ნუ რაც არის იმაზე ვილაპარაკოთ ეს კარგია არ არის რუსულთა ხშირად დავხმობთ ძალე კედლით ხელი აქვს მეორე უფროს ხელი აქვს და ეს საშინელება არ შეიძლება ეგრე იყოს ამ შემთხვევაში იდეალურად ის თამაშს რაც შეეხება წეხანაც ვამოწევდი და იდეალურად ის და ეს ვენტილაციო ღარებიც კარგად არის დასმული. თუმცა ისიც იმასაც გეტყვით ხალხო, ვინც არიცით რომ ამ თანამედროვე ტოფის რულების დაფარვა ტრადიციული მეთოდით არ ხდება. ანუ ეგრეთ წოდებული ვარანენი ან მოვარაყება, შავად მოვარაყება ძველი წესით აღარ ხდება. მაქვს სასიამოვნო სიახლე ჩვენი არხის ერთგული მაყურებლებისათვის, მორადირეებისათვის და არა მარტო თქვენთვის. პრემიუმ ხარისხის ძაღლის საკვები იტალიიდან, ტოპ პრემიუმ. უკვე საქართველოშია. სუპერ ფასად. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი Happy Pet G-ზე, შეიყვანეთ პრომოკოდი მარლენი და მიიღეთ ფასდაკლება. ან დარეკეთ ნომერზე 206-09-48 და გამოიყენეთ პრომოკოდი Happy Doggy. კვებე სიყვარულით. თანამედროვე ტოფებში, მით უმეტეს ბიუჯეტურ ტოფებში არ ხდება მოვარაყების, ანუ შავად დაფარვის ტრადიციული მეთოდით დაფარვა, როგორც ხდებოდა ხოლმე ქიმიური წესით ძველი დროს. სამი წესი იყო, ერთი იყო შავი დაფარვა, მეორე იყო ჟანგისფერი დაფარვა, გარედან რომელიც ეს კოროზიისგან უნდა იწვოს გარედან ლულები რა და მესამე იყო ფერადი დაფარვა, ჟანგისფერი დაფარვა ხვალობდნენ დამასკოს ლულებისთვის, შავი დაფარვა უკვე თანამედროვე მეტალები როცა შემოვიდა, სალულე ფოლადები როცა შემოვიდა, მაშინ იფარებოდა და ძალიან გამძლეა ეს ორივე მეთოდი ასეთი დაფარვის. და მესამე მეთოდია ეს ქიმიური ეგრეთ წოდებული სტატიკური საღებავით, რომელიც ფხვნილი ეყრება მოკლედ. დამუხტული ფხვნილი საღებავით ფხვნილი ეყრება დამზადებულ სპეციალურად დამუშავებულ ლულას, მერე შედის ხუმელში და ხდება მაღალ ტემპერატურაზე ამ საღებავის გამოცხობა ზედვე რა ლულას. მაგრამ პრობლემა რა არის? ყურე, სამიზენ თამაშს როგორც ხედავთ, თანამედროვე ტოფებში სამიზენ თამაშსაც და ეს მუხტაც ლულაზე მირჩილულია ეგრეთ წოდებული ბილიშენადობის პლომბომის სარჩილავით, რომელიც 280 გრადუსზე უკვე დნობას იწყებს, ხვდები? ამ საღებავის სრულად რომ კარგად რომ მიემაგროს დაჯდეს მეტალზე, მინიმუმ 250 გრადუსი ჭირდება. 200 ვაწყდებით ამ პრობლემას, ხვდები რომ 250 გრადუსამდე რომ გავაცხელოთ ეს პაიკები აძვრება აქედან, მოძვრება, ვერ დაიკავოს. და იძულებულები არიან რომ დაბალ ტემპერატურაზე მოახდინონ ამ საღებავის შეწყობა, გამოცხობა, ზედვე, გამოცხობა, რავი ტერმინი არ ვიცი როგორ. ეგრეა გამოცხობა ქვია. და აქედან გამომდინარე, საღებავი ცოტა ცუდად ზის მეტალზე და ხშირად ხდება ხოლმე ამისი გახეხვა. ახლა განახევთ მეორე ლულას, რომელიც მომადელა. აი ეს უკვე ეს ჩემი მრავალტანჯული ბრედა
პრედასრულა არის და აი შეადარეთ ნაკაცებსაც ნახავთ ალბათ ბევრი რაღაცები აქ ამოვლი ამ თოფში. ხო. და შეხედე ეს არის უფრო მაღალი კლასის დაფარვა, ანუ best system-ს რო ეძახიან, ეს არის წეხან ასე ვილაპარაკეთ ისე და ნათელია უკვე, ხო? ისე ცნობისთვის შენი ბრედა რა ღირს? ახლა არ ვიცი რა იყო, დროს გაიწეს. კუდის ნაწილი, მე არაფერი წინააღმდეგი არ ვარ, ახლა ეს სისტემები განსხვავდებათ მასგან. ეს ჩემი ბრედა არის ინერციული სისტემა და ნახევარ თავი ბრუნავით აბაკის ნახევარ შემოbrunებით იკეტება. ამ შემთხვევაში სულსებური საკეტია, სადაც აი ამ კბილში იკეტება. და იმიტომ განსხვავებულები და გარდა მაგისა, ექსტრაქტორის კბილი, აი დააკვირდი უკვე ეს არის უძრავად, ანუ სტაციონარულად ჩამოგრებული კბილი. აი ჩემ შემთხვევაში ეს კბილი არის დაზამბარებული. დააკვირდი როგორი კი ბატონო. აი ამოიყენეთ ამ სახალხოს და აი დააკვირდი. და აქ ეს არ გვაქვს. აქ რა ხდება გამოსული უკან წამოსული საკეტი, რომელსაც თან მოაქვს მასრა. ხისტად ეჯახება აი ამ კბილს და ხდება საექსტრაქციო ფანჯრიდან აი ეს მიმართულებას აძლევს რომ იგი გადმოვარდეს. ხდები? მასრა რო გადმოვარდეს. მაგას ეჯახება მასრა. ძალიან კვეთრად ეჯახება აი ამ ადგილს და ხდება მოტყორს და საექსტრაქციო ფანჯრიდან. აი აქიდან ამაზე მაქვს საუბარი, აი აქიდან. კი ბატონო. კი ბატონო. ჩემ შემთხვევაში წამოსული საკეტი ეჯახება ამ კბილს როგორც იქ, მაგრამ უყურე აქ ამორტიზაციას აკეთებს, ანუ არბილებს ეჯახებას და ჯერ ერთი რომ მასრა ძალიან შორს აღარ მიფრინავს იქით. და მეორე ერთი ამ დაჯახებას, ამ სუბუქებს და ბევრად მუშა სისტემა არის ეს, ვიდრე ის. გარდა ამისა, ქრომით დაფარვა. დააკვირდი როგორი უხეშად არის დამზადებული ეს დააკვირდი ზოლებს ხედავ აქ. კი. აი ახლა ჩემ შემთხვევაში დააკვირდი. ეს არის შედარება უბრალოდ რა, მაგრამ უყურე რა ხდება ეს ოფიღირს გაცილებით მეტი ძვირი და ნუ შესაბამისად მოთხოვთ კიდევაც ამას ამ ხარეს რომ ეს ნახიდეს იმიტომ თავის დროზე ეს 7 ღირდა და ეს ღირს რამდენი 1500 ხო? ახლა ფასის გამო შეიძლება რიგ საკითხებზე ადამიანმა თვალი დახუჭოს, ხო? ხო, ნუ ეგ ფაქტია ახლა რა ჩვენ ხო შევთანხმდით მაგაზე რომ ადამიანი იარაღის ყიდვისას რაღაც კომპრომისებზე მიდის ან იხდი ძვირს და ხებულობ შესაბამის ხარეს ან ცოტა ია სიხდი და შესაბამის ხარესს გასაგებია. ხო, ეხლა როგორ თემა იცი ახლა იაფა და კარგი მეცვი და ბევრი მომაუშვით მიყიდი რამდენიმე მიყვარს ძალიან იარაღი მაგრამ არ ხდება ეგრე რომ იაფა და კარგი სამწუხაროდ არ ხდება. ხო, ბუნებაში არ არის, არაფერი არ არის. დიახ. აპრილის ბოლოს საჩუქრად გადავცემ ამ პიკნიკის ნაკრებს არხის ერთ-ერთ გამომწერს, რომელიც კომენტარებში დაგვიწერს მინდა ეს პიკნიკის ნაკრები. კი. არა, შვენიერია. ლულიში და არხი დავათვალიერეთ. დიახ. და რითი დაათვალიერე ბარემ რო ერთი ვაჩვენოთ ჩვენს ჩემი ნორმალურად თვალებით ყავს. ნორმალურად თვალებით. გარდა ვინა თვალებით. ხო, ნუ царელი მასრეს მოთხოვება ხდება და მე იქიდან შეხედვა უცი. ერთი წამი შეიძლება ჩვენს მაყურებელს ვაჩვენო ნახეთ მეგობრებო როგორი რაღაცა არის. მასრა царელი მასრა არის. ეს მეთოდი გვაძლევს ლულიში და არხის უფრო ყურადღებით დათვალიერების საშუალებას. ერთი მოთხოვნა რაც არის აუცილებლად ასეთი მეთოდებით თუ დათვალიერების ლულა უნდა იყოს გაწმენდილი ამ შემთხვევაში გაწმენდილია ლულა. მაგრამ უკვე ანუ ესე იგი ტესტი გაიარა. ხო, კი, ტესტი გაიარა. შიგთავში ხო არ ვიხილოთ უკვე იარაღს. ხო, აუცილებლად ნახავთ. და კიდე რა მინდოდა იცი მე კითხა, მე მახსოვს წინა ჩვენს ტესტში ამ იარაღმა ვერ გაიარა ერთი მომენტი, რომ აქ ჩაღრმავება იყო ძალიან ცუდი, თვითონ ლულაში კეთდებოდა ჩაღრმავება იმ გაზების ამოსასვლელ არხში. არაფერი აღარ ვთქვი, იმიტომ რომ ეს ამ შემთხვევაში არის ძალიან ესეთი ანუ ეგ გამოსწორებულია. ნორმალურად, კი. ემჩნევა იქ ახლა კვალი აქვს, ნახევარდების, მაგრამ აი შეხედე. რაც თავარია დელფინის ზურგი არა. აი არის ეს ტექტიკური ხრელები, საიდანაც ხდება გაზების ჭავლის ძალიან მაღალი ტემპერატურაზე და ძალიან მაღალი წნევით გამოტყორცნა. იდეალურად არის დასმული თამასაც. კორაც ეს არ არის ახლა მაღალი ხარისხის შუქშემკრები ოპტიკური ბოჭკო არ არის. ეს ნახე რომ მკვეთრად ჩანს ეგ შეხედე და ის ნახე ეს ესეც ხო პრინციპში დამაკმაყოფილებელია რა. დამაკმაყოფილებელია რა, ამას ვერ გამოვაკიდებით, თითთან გამოწვეული არ არის რა. მიუხედავად მაგისა, ძალიან ხშირად პროფესიონალური მსროლელების და მონადირეების
ამ სამიზნე კორას მაინც თავის გემოვნებაზე მოირგებენ ხოლმე. ანა პატარავებენ, ანა ათითებენ, ან საერთოდ ლატვინის კლასიკურ წერტილს აყენებენ ზედ ხო ხვდებით ემალს და ამაზე ხამწვრილმანებზე რომ გამოვეკიდოთ და ის რატოა და ეს რატო არ არის ძალიან შორს წავალთ მოკლედ რა. ნორმალური შვენიერი სამიზნე კორა. მოკლედ ეს გადავთ. ბატონო მუზარ დიდი მადლობა დახმარებისთვის. ყოველთვის დახმარება. ირაკლის მამა არის ბატონო მუზარი ჩვენთან ერთად ნადირობს ხოლმე ალბათ გეკრებათ ვიდეოებში ნანახი. აი ირაკლი აბა შემდეგი რა ჩაფრა გაიარა კონდახსდა იმაზე ვილაპარაკეთ ბიჟეზე ვილაპარაკეთ და პლასმასის ხარხზე ვილაპარაკეთ ამანაც მე თუ მკითხავთ და მე თუ მენდობით ხალხო პლასტიკმა გაიარა ხარისხის კონტროლი ხო დგუში დავიწყოთ დგუში აბა უჟანგავი შვენიერი ხარისხით დამზადებული და ნახე როგორი მეტალის რგოლით რგოლია ხო რა რგოლია კი რომელიც ამის ფუნქცია მარტო ისაა რომ შეაფერხოს გაზების გაპარება ხო რა საკმაოდ მასიურია სქელკედლიანია და არის უჟანგავი რაც თავარია და ეს შეიძლება გაისვაროს და ჭყენეს მაგრამ გაწმინდა შესაძლებელია ამისი და რაღაც უჟანგავია სამცხე არ ემუქრება ხოლმე ზოგადად არ ფუჭდება ესე თუ არ დაკარგია დაჭისყიან რაღაც დაკარგი რაღაცა ვინმეს თუ არა ჩუქე კიდე ამას არაფერი არ მოსდის მოკლედ რა მოვიდა ხო მოდი ამას ვილაპარაკოთ ეს რაც მოხსენით ვარგა ხო და მაგაზე მინდა რომ ახლა ეს დავშალოთ აქ და არ დავფანტოთ დეტალები საკეტის სახელური ისეთი წესით არის დამზადებული რომ ამისი შემთხვევით ამოვარდნა და კარგო წარმოუდგენელია. თუ არ დაინთხვა ჭირლები ერთმანეთზე არ ამოდის მოკლედ რა თავისი ჩამკვეთი სისტემა აქვს და მოკლედ მომწონს მე ეს რომ გახსოვს რომ დაკარგა და მე დავეძებდით ამ დაღმა. ეს შესაძლოა მინახავს ასეთ რაღაცის მაგივრად მე მოვუფიათ ხოლმე ეს ლიმონკის გამოსაკრავი კოლცოები ხო? ხო, რაღაცებს იგონებ, იმიტომ რომ ფიზიკურად როცა არ არის, ახლა რაღაცა ხონა მოიგონებ. ეს ისეა ჩასმული შეგინთ რომ თუ ძვით მოინდომი არ ამოდის რა, ვერ დაკარგა ხომ და კარგია, ეს მომწონს. კარგია რო ეს სიტყვა მომეწონა რა, თუ არ ამოიღე და ვიღაცას არ აჩუქეო. ისე არაფერი მოუვაო. ხო, ამას ერთ დეტალს გამხვილე ყურადღება მაშინ რომ ითხარი რომ ეს დახრახნილი უნდა იყოს ზედმეტი და ხო, მე მახსოვს წინაი არ არის, მაშინ არ აქონდათ ჩახრახნილი. ახლა ეს უკვე გამოუსწორებია. ორი ახლა რა ხდება? კი, გასაგებია რომ დახრახნილია და ლამაზი ის არის, არ დაკარგავდა რაღაცა. ამ დეტალის ამაზე ეგრეთ წოდებული სამარაზებით დახრახნვალ ცოტა ესთეტიკურ მიუხედავად იმისა რომ არ ჩანს. ეს რო გავუკეთებ აღარ ჩანს რა, იყურე. გამოცავდა. ეს ჩვეულებრივი მომენტია, ხარვეზე არ არის, თორე ვერ მომასწრებ და ვერავინ მოგეზახაროს. აღარ ჩანს რა, მოკლედ და დამორულია შეგით რა. ეს ჩავსვლა ესე შეგით. ხო, ნუ შეიძლება და უფრო სხვანაირად გაკეთებულიყო, ან მაგრამ ყომა გაიაფების და გამარტივების მიზნით ასე გაკეთებული და ნუ პრობლემას არ წარმოადგენს ახლა რა. ესეთიკურად შეიძლება აქედან რომ დახედო რაღაცა არ იყოს ლამაზი რომ შურუფები და რაღაც სამარაზები აქვს, მაგრამ ნუ იდეაში არაფერსაც არ აფუჭებს ასე თქვათ რა. ანუ დანაშაული არ არის. დანაშაული არ არის, ხო. რაც შეეხება დამსახურებელ მექანიზმის ფიქსატორ ღერცს, როგორც წინა მოდელში თქვით, აქაც ხრახნით არის და რავი, კარგია თუ ცუდია, მთავარია რომ დამცემ სასხლეტ მექანიზმს იდეალურად იჭერს. თუმცა ის გამჭოლი ღერძიც, რომელიც სხვათაებზე ვინახია ხოლმე, რომ პირდაპირ არც ისასრულებს თავის მომალეობას ცუდად. მაგრამ ამაზე ახლა საყოველთაოდ უთხრათ თურქებს არ გამოგვივა. დამცემ სასხლეტ მექანიზმი არის კლასიკური, არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ არის. მუშა არას თავარია, ზამბარებზეა. მოკლედ ისე მე როგორც ვიცი მაგის გაფუჭება ფაქტიურად ნიშნავს თოფის გაფუჭებას. ხო რა, რავი მე არ მინახიეს ესეთი. ანუ ცუდი გაკეთებული რო იყოს თოფი არც იმუშავებს. ხო, ვერ იმუშავებს, ავტომატიკა ვერ ამუშავებს ამას რა, მოკლედ. ანუ გინდა არ გინდა, მაინც კაი უნდა იყოს ეგ არა. ხო, ეს მექანიზმი და ეს სისტემა ისეა დამზადებული, რომ ძალიან მარტივად ირეცხება საპნიანი ცხელი წყლით, შეაშრობთ მე თვითონაც გაშრება და აინ ხდება ხომ შეშრობა ეს იმ შემთხვევაში რომ ბევრი მტვერი დაჭუჭყია შეგნო და მე თავიდან ხდება რამდენიმე წუთი ზეთით და ზეთვა და ძალიან საჭმლის ზეთი არ ეგონა ხო საჭმლის ზეთი და რაფინირებული და ოლეინა და
საკმაოდ კარგი ზამბარა აქვს. საკმაოდ ძლიერად ურტყავს. ანუ არ ექნება პრობლემა. ერთი რაც მე ეჭვის თვალით უყურებ, ის არის რომ ძალიან თხელი დამრტყმული ჩაკუჩია და თან ვიწროა. ალბათობა იმისა, რომ ან დაიჭიჭოს, ან გატყდეს, ან რამე დაუზიანდეს, თავისი სიმცირის, ზამბარის ძლიერისა და სივიწროების გამო რაღაც პროცენტი არსებობს, მაგრამ ამას გვეჩვენებს დრო, მე არ ვიცი. და ზამბარა საკმაოდ ძლიერია და მეტყობა გათვლა აქვს გაკეთებული თურქებს, რომ შეიძლება თვითონ მეტალის შენადრომი იყოს გამძლე, არა მეტალია აუცილებლად. ამას გამოცდის მხოლოდ და მხოლოდ დრო, როგორც შენ თქვი. მისი დებულესობა დრო. შიდა სიტუაცია. დააგვირდი. ეს არის ალუმინის ამოფრეზილი, ეგრეთ წოდებული ამოფრეზილი корпуსი, რომელსაც არ აქვს არანაირი დაფარვა გაკეთებული შიგნიდან. ეს არ ვიცი, ზოგისთვის კარგია, ზოგისთვის ცუდია. რა დაფარვა შეიძლება და რო ყოფილიყო. დამცავი ფენა ხდება ხოლმე ალუმინის გარედან, აი როგორც მაგალითად სპეციალური გალვანიკით ხდება ამის გარედან დაფარვა, რომელიც მაგალითად არის უფრო ხაოვიანი, ფერი შეიძლება შეიცვალოს, იყოს ეგრეთ წოდებული გრეის რო ეძახით, მოყავის ფრო, მობრინჯაოს ფერო. ხომ არ შეგიმჩნევია ხოლმე რომ მსგავსი ფენა ან აცვლეფილი იყოს ან დაზიანებული იყოს გარკვეული დროის განმავლობაში ყველა ვარიანტი ხდება, მაგრამ თუ კარგი ხარისხით არის დაფერვა, ის ნაცვეთიც არ გამოიყურება ხოლმე ცუდად მე რა. ანუ რაღაცნაირად თავისებურ ეშხს და თავისებურ ლაზაც აძლევს, ხო რა. გასაგებია. ამ შემთხვევაში მსგავსი დაფერვა არ არის, რაც მაგრამ მე ძალიან მომწონს ეს ფაქტურა. რომ არის პირდაპირი ფრეზირებული არის, ფრეზირებულია კი. შიგნიდან ნაწილი ყოველ შემთხვევაში ფრეზირებულია, თუ გარეთ ნაწილად რა. იმიტომ რომ შიგ ეს სხვადასხვა ანუ გადაბმების გარეშეა მთლიანად აწყვეტილი. ხო, ერთი მთლიანი ნაწილისგან არის ფრეზირებული კი. მაგრამ ყოფილიყო შიგნიდან დაფარვა და რამე დამცავი ფენით, მე მგონი არ იქნებოდა ორი სული, მაგრამ არც ამ შემთხვევაში არ არის ცუდი. ამას პლუს ის აქვს, რომ ის დამცავი ფენა არასოდეს არ აზურება, იმიტომ რომ არ აქვს. და რა აზრება, მაგრამ თუდი არის რომ უფრო რაღაცნაირად უფრო ხარისხის შეგრძნებას შემატებდა იარაღს, რომ 12 დრო დათმობილი იარაღს დამზადების დროს და არა ნაჩქარევად გამოფრეზილი და გამოგებული. მაგრამ მაინც გარდა ფაქტობრივად რამდენად გააძვირებდა მაგ შემთხვევაში ამ კი გააძვირებდა ალბათ მინიმუმ 1-400 ლარით რა. გააძვირებდა. კი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან მომწონს ეს დაფერვა, არ არის ძალიან გადატვირთული და თავისებურ სილამაზეს აძლევს. და ანუ ხოწრული დეტალია, მაგრამ იარაღს უკვე სხვა ელფერი მიეცა. წარმოიდგინე ეს რა ყოფილიყო ესე დაფერული და ყოფილიყო თლიან და ესეთი გლუვი, ესეთი რაღაც იაფასიან შეხედულებას მისცემდა, მაგრამ გემოვნებით და რაღაც არ არის ცუდად რა, მოკლედ მე მომწონს ყოველ შემთხვევაში. ამ სხვა ღილაკის შოუური კლასიკურია, ცოტა მაგარია, მაგრამ იმუშავებს. ეს სპორტული თოფი არ არის ვახტი დიდი ამ სხვა ღილაკი მოვითხოვოთ, ჩატყმით რო ხდება ხოლმე ასხლეტვა. საანდირო ვარიანტისთვის იდეალურია და თან ეს ღილაკი უკვე დამუშავებული ნახე დაფერვა გაკეთებული. შავად არის შეფერისა დაფერილი რა. მოკლედ საერთო ჯამში დამაკმაყოფილებელი და ყველაზე მთავარი რაც არის გითხარ კიდევაც ეს ქრომირებული მილური მჭიდი გარედან ქრომირებული რომელიც ძალიან დიდხანს იმუშავებს და ძალიან ყარაძის корпуსში და კარგად არის მოკლედ რა. მოდი ახლა მე ვფიქრობ რომ დრო არის ავაწყოთ და ვნახოთ ბალანსის ამბავში როგორ გამოიყურება ეს იარაღი. ნუ ბალანსი ხო სულ იმეორებ ხოლმე ნახევრად ავტომატურ თოფებში ბალანსი ზედ პირობითი თემა. საერთო წონა ვნახოთ და ნუ როგორც მინიმუმ სასიამოვნო მაინც თუ არის. ხო რა თქმა უნდა. კი ბატონო. ხო, მაგას ცარიელი მდგომარეობაშია თქო და მაგას ნახავთ. ხო და ერთი კიდე ხაზი რამოს მინდა გავუსვა რომ აი ეს დეტალები ისე კარგად არის მორგებული რომ ძალიან მარტივად ჯდება, მარტივად ეწყობა, ანუ არ წარმოადგენს ჯაჯგური და რაღაც არ უნდა პირდაპირ ჩავსვი და ეჭირა და ხა თუ არის საშუალება რომ აწყობის მომენტის გადაიღო როგორ ლამაზად დაეწყობა. ხო, კიდე ერთი დეტალი დამჭა რა, მოკლედ მინდა ისიც გავიხილოთ. როგორც გითხარით, ჩაკეტვა ხდება აი ამ კბილიდან. აი ამ კბილიდან, რომელიც შედის ლოლის აი ამ ნაწილში იკეტება, აი აქ. შესაბამისი ჭრილი აქვს. და აი ეს კბილი, მოკლედ, თუ ჩანს არ ვიცი, ეს კბილი შედის აი ამაში. ნუ ასე ჯდება რა, მოკლედ რა. და ჩააწვება და კბილში შედის. აი ამ კბილში შედის, აი ესე ყოთ, აი ეს დავაკვირდი, აი. ეს კბილი შედის აი ამ ჭრილში. კი ბატონო. ესე იკეტება. უნდა მიიჯახოს ეს შიგნით და მე ეს ჩააწვება და ღერჭოში შევა და დაიკეტება საკეთო მოკლედ ესე მუშაობს. ეხლა ნახოთ შინაურობა როგორ არის დამზადებული, მოკლედ ესეც როგორც ვიცით.
ესეთ ისე შედაჟურის მექანიზმზეც მაშინ რაღაცა შეკითხვები გაჩნდა და იმიტომ მინდა რომ ვნახო რა ეს იყო წინა გადაცემა ვისაც არ ვნახოს შეუძლია ნახოს რა გზებს გადის ვიზარდი ჩვენს ხელში რა რომ ასე ვთქვათ მოხდეს ჩვენს ბაზარზე თუ არ მოხდეს აჰა ეს ახალი ხო და ამაზე ვერ დავიწუნებ რომ თურთულად ამოვიდა მაგრამ ნუ ხო ამოვიდა რაც თავარია მოკლედ ეს არის ნემსა ეს არის ის მაფიქსირებელი გამჭოლი ღერძი და ეს არის თვითონ ახალია ეთყობა და გავუჭირდა ამოხება მაგრამ ამოვიდა როგორი დამუშავების ხარისხი აქვს პირველ რიგში ხო ვიზუალური თვალსაზრისით აი უყურე ხლა ვიხსნით რაღაცას რა აი აქ არის დატოვებული ნახევრად თვალისებური ოვალური აი ამას თუ გამოვაჩინა აი აქ აი მოთხოვება და ვეცდები შიდა მხარე უნდა ჩვენო ხო შიდა მხარე აი ესეთი ამოღმოებული ნახევრად თვალისებური წერო შუაზე გაჭრა აი დაახლოებით ესეთი ფოსო უნდა იყოს მათ რომელშიც მოძრაობს აი ეს დეტალი და ამ დეტალს დააკვირდი ეს ზურგის მხარე აქვს ბრტყელი და აკვირდები კიდე კუთხოვანი იმიტომაც გაუჭირდა მოძრაობა ანუ ეს უნდა იმეორებდეს იმ ფორმას ეს ოვალური უნდა იყოს რა აი ეს მრგვალი რომ თავისუფლად იმოძრაობს ამას ყველა კუთხე ხელი შემშლელია რომ ეს კბილი ავიდეს ზევით და დაკეტოს ხვდები დაკეტავს მაგრამ მუშაობა ეხლაც დაინახავს ამოვიღე ეს იმის მიზეზია რომ ეს ნაწილი არის ბრტყელი ეს უნდა იყოს მომრგვალებული როგორ აღიხსნას ხო აი დაახლოებით ეს ფორმის უნდა იყოს აი ეს და აქ დააკვირდეთ თუ ჩას როგორ ბრტყელი ზურგი აქვს ეს არ არის კარგი მოკლედ რა იმოძრაობს ეგ დაკეტავს ჩვეულებრივად მაგრამ მოძრაობა იქნება შეფერხებული იმიტომ რომ კიდეები აქვს მას კუთხეები აქვს და კუთხეები არ უნდა ქონდეს ეს რომ მიეჯახება და ზამარა მიაწვება დაიკეტება ღია არ დარჩება მაგრამ აი ასეთი შეფერხებით არ უნდა მუშაობდეს მოხდება და ხო სადღაც იქნება მე დაჯდება ზამ ამდენი მუშაობი თავის მას ადგილს იპოვის ანუ კალაპოც იპოვის ხო კალაპოც იპოვის და ამუშავდება გან რამე უსაშუალო კი არ არის მაგრამ ნაჩქარება თუ არ გამომივიდეს და სულს გაკეთება გითხარი ეს ასეთი არ ეს ბრტყელი არ უნდა ქონდეს მოკლედ რა იყოს ოვალური რომ თავის ფოსოში აი ესე იმოძრაოს ხვდები აი ესე იმოძრაოს აი ყურე უნდა იმეორებდეს ახლა კუთხე აქვს და რაღაცნაირად ერდება ამას რა აჰა მეორე ვიზუალიზება კი ბატონო მეორე ეს არის ზამბარა დააკვირდი აი ესეთი პატარა ზამბარა არის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და ბევრი იარაღის მსმენელისთვის მიუღებელი აენხელა ნემსა და ესეთი პატარა ზამბარა წესით და კანონით ეს ზამბარა არის ხომ მთლიან სიგრძეზე და რას აკეთებს ეს ზამბარა ანუ მოკლე ზამბარაა და სიხისტი აქვს ძალიან დიდი ეს რას იწვევს უყურე ესო მეტი გრძელი ზამბარა იყოს უფრო რბილი იქნებოდა და აი ამორტიზაცია იქნებოდა უფრო რბილი რატო გეუბნები მაგას ახლა ვაგიხსნე მოდი ახლა ეს ავაწყოთ ეს დაანჩენი რაც შეეხება ნორმალურია თუ არ ჩავთვლით აი ამ კბილის ამ ხარვეს დავარქვათ ხარვეზი ამოგდები კბილის ნორმალურ ფორმაშია არ ემჩნევა რამე ისეთი დასიანება თუ რა უნდა ემჩნეოდეს ახალია ტოფი ზამბარას იდეალურად მუშაობს და დაფარვას გაუშავებია და მაღალი კარგი ხარისხითა ყოველ შემთხვევაში იმასაც იყო ჯობია ახლა ავაწყოთ და სამ ნემსაზე გეუბნებოდი გელაპარაკებოდი და ის მინდა რომ კარგად აღიხსნა რომ მიგახედო რომ ჩემი კაპრიზი არ არის ამისი ასე თქვათ დახარვეზება ასე თქვათ რა იოლ ფორმაში რო გითხრა ეს ასე ჩადის მე ჩავსვათ ამ ფიქსატორს და ცოტას წავუკაკუნე თუ წავიდე შემდეგ დააკვირდი იმ ზამბარის ხისტის გამო დააკვირდი ეს როგორი ხისტია დააწაკეთ და მიხვდები რაზეც მოხსებობა და როგორ ზალისხმევა უნდა ახლა მაგასაც თუ გეუბნები ამას უნდა დაარტყას ის ხო ავაწყოთ პრინციპში იმ ჩაკუჩმა მოყანახე ოხსა მონახოთ არა იყოს ხო უკვე აზე ვარ ის ჩაკუჩი დაინახე როგორ თხელი და ვიწრო იყო ამის სიხისტეს ნახე როგორი ძლიერია იმან ისეთი ენერგია უნდა აკრეფოს დაარტყას ამას ეს დაძალოს ამის ძალა გამოვიდეს და მე კიდე კაფსულასაც ხო თავისი ნაღობა აქვს კედლიანი და ის უნდა აფეთქოს ხვდები კი ბატონო ანუ ერთმანეთზე მიაბიეს ის წარმოიდგინე დაარტყა აი ეს ამხელა გამაგრებული მას მიაწვა და დაარტყა რამხელა დატვირთვა მოუვა ნემსასაც და ჩაკუჩსაც
მე არ ვიძახი რომ ეს არ იმუშავებს, არა ვერ აფეთქებს კაფსულას, მაგრამ ფაქტია რომ ახლა მუშაობს, ამ ეტაპზე მუშაობს, მაგრამ მე ვისურვებდი რომ უფრო ძილზამბარი ყოფილიყო და უფრო რბილი, რომ ჰარმონიაში მოსულიყო დამცველთა მექანიზმისა და ამ შემთხვევაში ნემსის ენერგიის გადაცემა პისტონზე. ირაკლი, აბა ეხა მითხარი, მუშაობს ბოლო ჯამში ეგა თუ არ მუშაობს? აი ყურე ამ წილზე გეუბნებოდა, დააკვირდი აი. დიახ. როგორ აი მაგრამ რისი თქმა მინდა, იცი, საბოლოო ჯამში ხელი შემშლელი იქნება თუ არა ეგ დეტალი მუშაობაში. თოფი გაისვრის? კი, გაისვრის. თოფი გაისვრის. გაისვრის, მაგრამ ეგ უკვე ცუდი არ არის, მოდი ვთქვა. ხო, არა, გასროლით გაისვრის, მაგრამ ჩვენ ხო აქ წვრილმან დეტალებზე ვახსენებთ ყურადღებას და უკეთეს იქნებოდა თუ ის იქნებოდა კარგად მორგებული, იმიტომ რომ საწინდარი იმისა რომ ხანგრძლივად იმუშაოს იარაღმა არის წვრილმანებში, დეტალებში, თუ როგორ ერგებიან ერთმანეთს და როგორ ჰარმონიულად მუშაობენ. კაი, ირაკლი, ეს ამბავი გასაგები გახდა. ეხლა რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ რუსულად, წაგა არის ქართულად ამის სახელი. ძალოვანი მხრები. ძალოვანი მხრებია, ხო? წინა მოდელში საშინელი ნამუშევარი იყო. საშინელი ნამუშევარი იყო და მე დავთქვათ, რომ ბევრად გამოსწორებულია და მისაღებია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეთ შესრულება, იმიტომ რომ პირველ რიგში რაც მომწონს, რომ არის უჟანგავი, არის სქელკედლიანი მხრები, არის თანაბარი სისქის და საშიშროება იმისა, რომ ან ერთი იქნება სუცი და ან მეორე და ამაზე მოგეხსენებათ, რომ ძალიან ესეთი მყისიერი ზემოქმედება ხდება გუშისა და ენერგიის სწრაფი გადაცემა ხდება ხოლმე, რომ თუ თხეკედლიანია რომელიმე ნაწილი, ხდება ხოლმე მის დეფორმირება. მოგეხსენებათ, ეს ნაწილი თავსდება კალაპოტის ამოფრეზილ ღარში და ხდება ხოლმე თუ ის დეფორმირდება, ხდება ხოლმე გაჭედვა ამისი და შეფერხება მე იარაღის მუშაობის. ანუ ამ თუ ჩანს, არ ვიცი ახლა, აი აქ არის ამოფრეზილი ბუდე, აი აქ სადაც მოძრაობს ეს ზალოვანი მხრები შიგნით. ასე დეფორმირდება და გამოიბერება. მე უკვე ედება იქ და ხდება, ასე ვთქვათ, გაჭედვა. იარაღის გაჭედვა. ხო, მინახე იარაღის გაჭედვა. მინახია ხოლმე რომ ძალი მხარეთ ხელი იყო და გამოიბერა დეფორმირდა და შეკეთება შეიძლება რა თქმა უნდა თავისი წესი აქვს ამას. დარტყმა და რამე არ შეიძლება, ანუ სოციალური წესი აქვს და შემიძლია რომ გავაკეთო ხოლმე ეს, მაგრამ მოხამდე ხო არ უნდა მივიდეთ. ამ შემთხვევაში მე რასაც უყურებ, ეს საშიშროება ამას არ ემუქრება, აი ესე თვალნათლიური შეხედო რა. გასაგები არის. შვენიერია. აი ეს დეტალიც. კი, მახსოვს რომ ეგ დეტალიც ვერ იყო წინა ჯერზე. ხო, ძალიან კარგად არის დამუშავებული, შვენივრად. იმსახურებს ჩვენს მოწონებას. დამაკმაყოფილებელია, ადვილად ჩდება. დამსუბუქებული რო არის თუ შეამჩნია წინასთან შედარებით. ეს არის რაღაც კედლით სქელი, მაგრამ ამასთანავე ნახე უკშიგინანაც როგორ ლამაზად არის თუ იმჩნია. შიდა დეტალებს რთულად ვიღებთ ხოლმე, დააკვირდი როგორი ამოღებულია ღინით. ხო, არ ვიცი, დაინახავენ თუ ვერ დაინახავენ, მაგრამ მე ვხედავ და თანაბრად არის ამოღებული და შეიძლება ხუმრობდიო და ნაცფილი გაექსათო და თვითონ ამოჭულიო, ამ შემთხვევაში არ არის ეს რა. აი ეს ზალოვანი მხრებიც ძალიან მარტივად ჩდება, იდეალურად ფიქსირდება ზედ და ორივე მხრიდან ასეთი კარგად მოკრდება. კითხვებს არ ბადებს მოკლედ, ხო? კითხვებს არ ბადებს, ხო. აი ეს ნაწილი როგორც იცით ახლა მოხმარებლებმა. აი ჩაყიდო ხდება ამ სისტემით, დაეჯახა ეს ნაწილი სარკის ნემსის სარკის ნაწილი დაეჯახა სარკის ზახია და იამადგილს. ლულის სახაზინო ნაწილს და მიიწია უკან და ამოიწია კბილმა. ეს კბილი შევიდა უკვე განახეთ ლულის ჭრილში და მოხდა ჩაკეტვა. გასროლის დროს დაიძრა მხრები უკან, ჩაიწია საკეთმა და დაიწყო მოძრაობა საკეთმა. კი ბატონო. და პრინციპი არის ეს. ეს უნდა მოძრაობს აუცილებლად. ჩაიკეტა, გაიხსნა, ჩაიკეტა, გაიხსნა. ეხლა მოვათავსოთ ერთმანეთში ეს როგორ ხდება. აი ასე ლამაზად ჩადის. როგორც ეხლა გითხარით, ეს მხრები თავის ამოფრეზილ ბუდეში ჩასრიალდა. აქ გავასწორეთ ამ ჭრილს და აი ჭრილი აქ. დიახ. ეხლა ვისაუბროთ არ ამოვარდება თავისით მეთქი. ეს მართლა არ ამოვარდება, იმიტომ რომ თუ ამ ჭრილში არ მოთავსდა ეს არ ამოვარდება იქიდან. Good choice. ბურგერისთვის მოვდივარ აქ. წვადი, კაბაბი, ხინკალი, საიდან მოიტანე რა ბურგერი? ხშირად თუ არა, 3-4 ნადირობაში ერთხელ მაინც უნდა მოითმინოთ თბილისამდე და ჭამოთ ქალაქში ყველაზე მაგარი ბურგერი.
ხო, აქვე ხდება გამზადება. ყველაზე გემრიელი ბურგერი. ნაღდად აკეთდება? ბურგერები კეთდება ძალიან ბევრი და ბურგერების მიღმა კიდე ქვეყანაში კეთდება, მაგრამ მე მომწონს ყველაზე მეტად კეთილი ბურგერი. ეხლა შევჭამოთ კეთილი ბურგერი. მე ერთი რამოდენიმე კვირის მერე მოვიდეთ სხვა შევჭამოთ. მე აი ესე ნელ-ნელა ჩამოუყვეთ, ესე სიას ჩამოუყვეთ და დასალევები არის, სოუსები არის, ჩიპსები, ჰოთ-დოგები. რა უნდა მივიდოთ კეთილი ბურგერი, რომელიც გის 21 ლარი? მაინტერესებს. რამე ყოფილა. მე ბურგერი იცი რა წარმომადგინა? ა მაკდონალდი. ხო, ჩვეულებრივი ბურგერი მეთქი რა. აიღე. სიამოვნებისგან სახეს ესე გააკეთე და ჩაკეთე. ძე რასულია, დო. რასული მართლა მაგარია. გემრიელი. თორე უხერხული საჭმელია, მაგრამ აი კაცურად გემრიელად. გამიგვარ გაძლები ადამიანები რა. როგორი ბურგერია ეს ხასო? როჭამ, როხდები რო აღარ შეგიძლია და ბულინობს ხდება რომ მეტი აღარ შეგიძლია, იმიტომ რომ შემა. გასიჩე. ვისაც არ მოგეწონებათ, დაწერეთ და თქვით უკეთეს სადაჭა. Good choice. ბურგერისთვის მოვდივარ აქ. ირაკლი, მოკლედ ისიც აიწყო ამასობაში ეს კი, ეს ან მარტივად ხდება ამბობა. გამოწვევთ რომ მოძრაობს თავისუფლად და ეს ერთი შეამიდა გითხრათ რომ როცა აი ამ მდგომარეობაში არის აწყობილი არაღი, საკეთ რომ მიუშვებთ თავისუფლად რომ მივარდეს, იმიტომ რომ უყურე რა ხდება მალენ აი ეს საკეტის სახელური ეჯახება აი ამ ნაწილს და ხდება იმის მიჩეჩვა შეიძლება ესეც დაიღუნოს. არ შეიძლება. ანუ უყურე დააკვირდი, წავიდა და პირდაპირ ეჯახება ზედ. ამ ქროლულა აყენია იმ შემთხვევაში აი სადღაც აი ამ პოზიციაში სჭირდება. გასაგები არის. ანუ ლულის გარეშე მასე პირდაპირ მიშვება არის. თორე მე დაეჯახება იმას აი და მიჭიჭყავს გააფუჭებს ასე ვთქვათ. კარგს არაფერს არ დამართებს მოკლედ რა. უკეთებთ გუშს რომელიც ვაკეთ და ვადიდეთ, იმიტომ რომ მართლა კარგია, რაც კარგია უნდა ვთქვათ, რაც კარგია, რაც არ მოგუწონება ეს უნდა ვთქვათ. იდეალურად ვწდება, თავსდება თავის ადგილას. კარგი იქნება თუ ამას ცოტა ზეც დავაწვეთებთ ხოლმე რამდენიმე წუთს, კარგია თუ ნეიტრალურად დავზეთავთ და უკეთესია თუ ცეცხლი გამძლე, ტემპერატურა გამძლე, ზედით დაიზეთება, ასეთებიც არსებობს. შემდეგ ვწდება ეს ლულა თავის ადგილას, ეს არ წარმოადგენს რაღაც იმას, თუ წარმოადგენს არ წარმოადგენს. ესეც ხშირად ბერთობებს არ აქვთ ხოლმე მაფიქსირებელი, ასე ვთქვათ, ხანჩი. იმიტომ რომ როდესაც ჯერს ვაყენებთ, აი ამით ფიქსირდება ხოლმე. როდესაც ჯერთან, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ორმოგი ფიქსაცია აქვს და ცუდი არ არის ყოველ შემთხვევაში, რავი. მეც ესე მგონია რომ დამატებით საჭიროებს ქმნის. ხო, შეიძლება არ ჭირდება რომელიღაცა მოდელებს, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ძალიან ესეთი მყარად ხდება ლულის დაფიქსირება რა. მივესალმები, ცუდი არ არის ნამდვილად. აქ ხო ნახეთ რომ ეს ახლა პლასმასი ამოვიდა. ამოდის ეს ჩვეულებრივი თემაა და არ შეგეშინდეთ. ეს ასეც არის ჩაფიქრებული, ასე უნდა იყოს. ახლა მოძრაობდეს მოკლედ რა. მე გავუკეთოთ ეს ტიპჟირი, აი აქ. რომელიც ძალიან ყოხტად ჯდება ზეთ. თავის დატოვებული ჭრილებში. ლამაზ კაპუნის და უკვე მეორე კანჩით ვაფიქსირებთ ლულას და ტიპჟირს. ანუ იმ პირველმა კანჩმა დააფიქსირა ლულა და მეორე ეს დამჭერი კანჩი აფიქსირებს უკვე ტიპჟირს კალაპოტზე და ორმაგად დაფიქსირებულია მოკლედ რა. ტოპი გამოიყურება აი ასე, ძალიან ვიწრო, კარგი. ვიწრო, კარგი ტიპჟირი აქვს. ნახოთ არი თუ არა ამაზე და დაწუნებული ორი იქნება რბილი დაშვების თემა და არი რა თქმა უნდა რომ დავარწმუნოთ სისტემა ესა მოხდოთ დაშვებაც შვენიერია
სამეზობლოსაც ძალიან გოხდა. თამასა ზუსტად აზისრულაზე და მეცაც გეტყვი დიდი სიმონებს ვინანდილებდი ამ ტოპით. როგორ ფიქრობ ბაზარში არსებულ ტოპებს? გაუწევს თუ არა კონკურენციას 1500, 1700 ლარის ფარგლებში? კი. ღირსეული მოწინააღმდეგე იქნება ბაზარზე. ფასტ კატეგორიაში. მეტზე მე ვეცანი. ვერა, ხო? ხო, მეტიც. ხელში დაკავების არ შეგწყვება კაც. ხო, ახლა ისეთი ის არის რა. აი, გესიამოვნება. ყველგან მოწონს. კარგი, ირაკლი, შემდეგი ტოპი ხო არ განვიხილოთ, მაშინ მომავალ გადაცემაში. განვიხილოთ. და რა არის შემდეგი ტოპი? ეს მოდელი იყო აი 5 წერია. ვიცი, Iron 17. Iron 17 60 სანტიმეტრიანი ლულით. კი ბატონო, Iron ჩემთვის მისაღებია ყოველ შემთხვევაში ახლა. აი ამ ფასტ კატეგორიაში მისაღებია, მეტი ზვირი ალბათ რამდენს პლუს რამდენი არის? 4 პლუს 1-ია, 4 პლუს 1 იქნება, კი. 80-ნიანი. და როგორც მე ვიცი, ეს ტოპები სადღაც ევროპის რომ რაღაც ქვეყნებშიც აგზავნიან, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს ყოველ შემთხვევაში. კი, გითხრა ქარხანამ რომ სხვა ქვეყნებშიც ვაგზავნითო, მაგრამ ეხლა გვინდაო რომ საქართველოშიც შემოვიდეთო და აბა იქნებ შეამოწმოთო ჩვენი ტოპებიო. მე ძალიან მიხარია პირველ რიგში ის ხალხნო რომ ქარხანა გვენდობა და ითვალისწინებს ჩვენს აზრს. რაც მომწონს რომ გაითვალისწინოს რომ აი ეს ძალიან ოქროსფერში ძალიან ამფუძნებოდა. შეიძლება ვიღაცას მოწონს ხალხო მე იმას კი არა ჩემ თავს აზრებს კი არ ვახვევ არავის, მაგრამ ჩემთვის მე ყოველთვის გამოდიოდი ხომ ჩემი პოზიციიდან. მე არ მომწონს და ამიტომ ვაფიქსებ ხოლმე. ჩემთვის შეიძლება არ იყოს მოსაწონი, მაგრამ ვიღაცას მოსწონდეს უფრო მეტი მორთულობით ოქროთი ან ოქროსფერით ან მე არ ვარ წინააღმდეგი. ვისაც როგორი იარაღი მოსწონს, ისეთი უნდა ქონდეს. უბრალოდ მე ეს ასეთი სადა შესრულებით უფრო მომწონს და ძალიან მომწონს ახლა ასეთი რაღაც უფრო იტალიურს გავს. ეს ფაქტურად ძალიან ისეთი მისაღებია ჩემთვის. ხო, კარგებისთვის რაც არ მოგეწონა ისიც თქვით, რაც მოგეწონა ისიც თქვით და საერთო ჯამში აი ამ შესრულებით მისაღებია ჩემთვის. იმ ფასტ კატეგორიაში არაფერს დაასახელე ჩემ თორე ახლა რო ღირებული 2000 და 2000-ით უფრო მკაცრი იქნებოდი, უფრო მეც მოვითხოვთ მე რა თქმა უნდა. გასაგები არის. ხო, შეთანხმეთ რომ თანხა ნიშნავს ფასი ნიშნავს ხარისხს, ხო? მოდი ახლა საუნდტრეკო წესით გითხარი შემდეგი იარაღი რა არის, რა ქვია ამ იარაღს და როგორ გამოიყურება, უბრალოდ ისე დაგვათვალიერებინა და შემდეგ გადაცემაში იარაღი არის ისე ვიზარდი, ოღონდ არის შესრულება ხეში. მოდელი არის Iron 01, ხო, თუ ავწდები. Iron A01 კი ბატონო. აი ესეთი შესრულებითაა მოკლედ. მექანიზმი იგივეა რაც კი ის განვიხილეთ, უბრალოდ ტიპჟირი და კონდახი არის ხის. დამცველის მექანიზმი და ჩამკვეთის სისტემა იგივეა და დიდი ალბათობით ლულები და აქსესუარებიც იქნება ანალოგიური. ფასზე არ ვიცი, ფასზე მე არ ვიცი ამ იარაღების. ფასს გაიგებთ ამ იარაღისას შემდეგ გადაცემაში. ეხლა კი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. დროებით. ჩვენი არხის მხარდამჭერები.